საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური იხსნება, ღონისძიებას პრემიერი ესწრება და პირდაპირ ეთერში ქარის პირველი ელექტროსადგური ქართლი. იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის გარემოს დაბინძურების პრობლემას, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო კახა კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი და რეალობა გახადა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი. ასევე ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს და პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მადლობა გადაუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში და ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში და ეს პროექტი რეალობა გახადეს. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც $34 მილიონ შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგცემს ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი დავაკმაყოფილოთ ქარის ენერგიის ხარჯზე, რაც თავარია ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორც არის ქარის და მზის ენერგია და მე მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადო დათვისება ძალიან მნიშვნელოვან დამატებით სიმძლავრეებს შეძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისი, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ეს პროექტი რეალობა გახადა. დიდი მადლობა. სენაზე ხავთ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ბატონ ილია ელაშვილს. მოგესალმებით ყველას, ბატონო პრემიერო, მოგესალმებით, მივესალმები სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას. ის, რასაც დღეს თქვენ ახედავთ, ეს არის 3 წლიანი თავდაუზოგავი და მუხჩაუხრელი შრომის შედეგი და მინდა მოგილოცოთ, ქართლის ქარის ელექტროსადგური დღეს უკვე რეალობაა და დღეს უკვე დასრულებული პროექტია ის. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მდიდარია თავისი განახლებადი რესურსებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი უდიდესი ძალა. ჩვენი ამოუწურავი თითქმის ენერგია ჰიდროენერგეტიკის კუთხით. ქარის ენერგია, მზის ენერგია, ბიომასის ენერგია არის ის ენერგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას. ჩვენი საქართველოს მთავრობის დეკლარირებული ამოცანა არის მაქსიმალური ათვისება ჩვენი განახლებადი ენერგიის წყაროების და ამ კუთხით და ამ გზით ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვახარებს ის, რომ ეს პირდაპირ თანხმდრაშია ჩვენს ევროპელი პარტნიორ დასავლეთელი და ევროპელი პარტნიორების მიზნებთან. ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს. მსოფლიო მხარეთა შეთანხმების დეკლარირებულ მიზნებში, რომელიც არის მდგრადი განვითარების მიზნები, პირდაპირ არის გაწერილი, რომ უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, უნდა მოხდეს მწვანე ენერგეტიკის ტექნოლოგიების დანერგვა ეკონომიკაში და მხოლოდ ამ კუთხით და ამ გზით მიიღწევა მდგრადი ეკონომიკური განვითარება. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს თავის ერთგულებას ამ პრინციპებისადმი და მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში დაიწყო და დასრულდა 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, საერთო დადგმული ჯამური სიმძლავრით 150 მეგავატი, რაც არის $300 მილიონ პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩვენს ენერგეტიკაში. ამ წუთში
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 805 მეგავატი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ძალიან ინტენსიური ტემპით და მათი საერთო ჯამური ღირებულება საინვესტიციო არის 2 მილიარდი დოლარი. ეს არის უდიდესი წინსვლა ჩვენი ეკონომიკის არამხოლოდ ენერგეტიკისთვის. გარდა ამისა, გვაქვს 2000 პირდაპირ ჩართვა გორიდან, სადაც